მოხმაურებები და რეაქციები ბუნებრივი არ წყდება. აქ ყველას ყურადღება არის მიყრობილი ვენესუელასკენ და მეორეს მხრივ ყველა ელოდება დონალდ ტრამპის პირველ განცხადებას ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც ამ სპეცოპერაციის დეტალებია თავად საინტერესო, მის ყურადღებას იქცევს საერთაშორისო მედიაც. წერენ, რომ ეს იყო სრული სიზუსტით შესრულებული სპეცოპერაცია დანაკარგების გარეშე ამერიკული მხრისგან და დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ ამერიკელ სამხედროებს იმისთვის, რომ ვენესუელის დიქტატორი, ლიდერი და მისი ცოლი დაეკავებინათ. დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ადგილსამყოფელი, მადუროს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად ნულოვანი. მოგვიანებით კი ამერიკის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მადუროს და მის ცოლსაც ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ რამდენიმე მუხლით ედავებიან ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის, როგორც ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, ნიკოლას მადუროს ბრალადედება ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, იარაღის და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა. მოკლედ, რამდენიმე ბრალი არსებობს, რომელსაც მოედავებიან მადუროს და დიდი ალბათობით მას მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში. საგულისხმოა ერთი დეტალიც, როგორც აქამდე არსებობდა ეჭვები, ნიკოლას მადუროს გაასამართლებენ ამერიკულ სასამართლოში, რადგან დაკავების მომენტიდან არსებობდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვენესუელადან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად ამ სპეცოპერაციის დეტალებს, საერთაშორისო მედია წერს, რომ ნიკოლას მადუროს ადგილსამყოფელის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდათ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მათ მიიღეს, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე გასცა მისი დაკავების ბრძანება და როგორც ასევე წერენ, აგენტები მადუროს გადაადგილების თითოეულ ნაბიჯს დეტალურად სწავლობდნენ. ვენესუელასკენ არის ახლა ყველას ყურადღება მიმყრობილი, მოსახლეობამ უკვე გაიგო, რომ მათი დიქტატორი ლიდერი არის დაკავებული, თუმცა მეორეს მხრივ მართალია პრეზიდენტი დააკავეს, მაგრამ ისევ ქვეყნის მართვის სადავეებში რჩებიან მისი გუნდის წევრები, მთავრობა არ გადამდგარა და ცოტა ხნის წინ სხვათა შორის ვენესუელის შინაგან საქმეთა სამინისტრი გამოჩნდა მოქალაქეებთან, ის მედიის ენით ელაპარაკება ახლა ხალხს, ის გამოჩნდა სამხედროებთან ერთად, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ურჩია მათ რომ დაუჯერონ საკუთარ მთავრობას და რაც მთავარია, ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააგავა. არავინ დაუშვას სასოწარკვეთად, ჩვენ განლაგებულები ვართ, სიმშვიდისკენ მოგიწოდეთ. ენდეთ რომ ამ სიტუაციას გადავუახავთ. ეს იყო შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალური, ლაჩრული და ტერორისტული თავდასხმა. ჩვენი ხალხის, ჩვენი პატრიოტული მიწების, ელექტროსადგურების, ბოლივარული რევოლუციის და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლივარულ რევოლუციასთან კავშირში არ არიან. კრიმინალური და ტერორისტული თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასების შემდეგ, ეს არის თავდასხმა ვენესუელაზე, ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკაზე. ვთხოვთ ხალხს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ენდეთ ჩვენს სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს ამ სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. დამშვიდით, არავინ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, არავინ უნდა გაუადვილოს საქმე ჩვენს დამპყრობელ მტერს. მსოფლიომ ამ თავდასხმის შესახებ უნდა ისაუბროს. გაასაჯაროებენ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები დამპყრობლების ამ თავდასხმაში თავიანთ თანამონაწილეობას. სპეცოპერაცია ნიკოლას მადუროს დასაკავებლად გამთენისას დაიწყო კარაკასში. იყო ძალიან ბევრი აფეთქება სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის ცნობები გავრცელდა აეროპორტში აფეთქებების შესახებ. ვრცელდება უახლესი კადრებიც ავიაბაზის დაბომბვის შედეგად რა ვითარება იყო ვენესუელაში, ამ შემთხვევაში კარაკასში, როგორ გამოიყურება მოკლედ მიდამო საკმაოდ რთული ღამის შემდეგ. ამერიკელ სამხედროებს ელიტარული ქვედანაყოფის დელტას წევრებს დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დაეკავებინათ და გადაიყვანათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც უკვე მაყურებელსაც ვთქვარი, ეს იყო სრული სიზუსტით დაგეგმილი უნიკალური სპეცოპერაცია, ასე უწოდებენ ამ უკანასკნელს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვათა შორის მედიაში იწერება ბევრი იმის შესახებ, თუ რა შეუძლია რუსეთს ისწავლოს ამ სამხედრო სპეცოპერაციით, რადგან არსებობს შედარებებიც, ასე რომ ვთქვათ, ამ სამხედრო სპეცოპერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხედრო სპეცოპერაციას
ოპერაციას შორის, რომელიც წლების წინ წამოიწყო ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში და არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამით რუსეთს კარგად დაანახა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად სიზუსტით შეუძლია მას სხვადასხვა სპეცოპერაციების დაგეგმვა, განსხვავებით მოსკოვისგან, რომელიც ამბობდა, რომ 3 დღეში კიევს აიღებდა, თუმცა ეს ვერ მოხდა და ომი უკვე წლებია გრძელდება. ბუნებრივია არსებობს ძალიან ბევრი სამხედრო თვალსაზრისით არსებული შედარებები, გადაეხმარა მაშინ კიევს იმისთვის, რომ კიევში არ შესულიყო პუტინის არმია და კიევი არ დაცემულიყო, თუმცა ახლა მაინც ყოველას ყურადღება არის მიმყრობილი ვენესუელასკენ, მათ შორის მედიაში არის გავრცელებული ნიკოლას მადუროს ბოლო ინტერვიუ, რომელიც დაახლოებით 2 დღის წინ არის ჩაწერილი. ის ამ ინტერვიუში საუბრობს დონალდ ტრამპთან მის ბოლო საუბარზე. სხვადასხვა აღსანიშნავია, რომ თავად მადუროს ამ საუბრის შემდეგ დადებითი მოლოდინები ჰქონდა. მან ასეთი რამ თქვა, რომ თითქოს დონალდ ტრამპმა მას ბატონი პრეზიდენტი უწოდა და თავადაც კმაყოფილი იყო მოკლედ ამ საუბრის შინაარსი და ჰქონდა იმის მოლოდინი და ვარაუდი, რომ მომდევნო პერიოდში შეძლებდა ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას და როგორც ამავე ინტერვიუში ამბობს, ის კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს ნარკო დანაშაულების შესახებ. El viernes 21 de noviembre desde la Casa Blanca. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ, მან დამირეკა 21-ში, 10 წუთი ვისაუბრეთ. ეს იყო პატივსაცემი საუბარი. პირველი რაც მან მითხრა იყო მისტერ პრეზიდენტო მადურო და მე მას ვუპასუხე მისტერ პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. გონია რომ ეს იყო სასიამოვნო საუბარი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე მათ ვეუბნები რომ აქ მეგობარი მთავრობა ყავთ. დავიწყოთ საუბარი სერიოზულად, ფაქტებით. ჩვენ ვებრძვით ნარკოტიკებით ვაჭრობას. თუ მათ სურთ ნავთობით, ჩვენ აქ ვართ. შეერთებული შტატების მთავრობა მიცის, რადგან ჩვენ მათ ბევრ წარმომადგენელს ვუთხარით, რომ თუ მათ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების სერიოზულად განხილვას სურთ, ჩვენ მზად ვართ. Aquí en Venezuela tiene un ბუნებრივია ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებენ ბრიუსელშიც, მათ შორის ანტონიო კოშტამაც დაწერა ცოტა ხნის წინ, რომ ევროკავშირი თვალს ადევნებს ვენესუელაში სიტუაციას და ევროკავშირი განაგრძობს ვენესუელაში მშვიდობიანი, დემოკრატიული და ინკლუზიური გადაწყვეტილების მხარდაჭერას, მათ შორის კაია კალასიც გამოეხმაურა ვენესუელაში არსებულ ვითარებას. მანაც თქვა, რომ ნიკოლას მადუროს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ხრივ ევროპელებს არც უკვირთ, რომ საბოლოოდ ვენესუელის დიქტატორი ლიდერის მოღვაწეობა და პრეზიდენტობა დასრულდა მისი დაკავებით, რადგან აქამდეც არსებობდა ბევრი მოსაზრება, რომ მას დაიჭერდნენ. ერთადერთი, ვინც გმობს, ასე რომ თქვათ, ამერიკის მიერ ჩადენილ ამერიკის ქმედებებს და სპეცოპერაციას, რომელიც ტრამპის ხელმოწერით და ბრძანებით ჩატარდა, არის რუსეთი. არაერთი განცხადება გავრცელდა, მათ შორის ლავროვის მიერაც ბოლო რამდენიმე საათში და ასევე სხვა ევროპელი პრორუსად განწყობილი ხელისუფლებები, მათ შორის უნგრეთშიც უკვე შეინიშნება ის, რომ მხარდაჭერას უცხადებენ მოკლედ ღიად თუ ირიბად ნიკოლას მადუროს, რომელიც ახლა დაკავებულია და მისი სასამართლო პროცესებიც საინტერესო იქნება, რომელიც სავარაუდოა, რომ მიმდინარე კვირაში გაიმართება.